ტრადიციულად ერთმანეთს ჯიჯის არხზე ხვდებით. ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ჯიჯი ნიუსი. ჩვენ კი გადაცემის წამყვანები. მე ანანა თოდუა და ლიზი აფშილავა გახლავართ. და დღეს ჯიჯიში განვითარებული სიახლეებით გიერთდებით. ტელევიზია კიდევ ერთი შემეცნებითი გადაცემისთვის ემზადება. ეთნოგრაფის დღიური ამ სახელწოდების გადაცემას. ტელევიზიის ერთგული მაყურებელი ძალიან მალე იხილავს. ტელევიზია ახალი გადაცემისთვის ემზადება. ძალიან მალე ჯიჯის ერთგული მაყურებელი ახალ გადაცემას იხილავს. როგორც გადაცემის ავტორი ქალბატონი ხათუნა პერტია განმარტავს, აღნიშნული გადაცემა მიზნად ისახავს ძველი ტრადიციების, ადათ-წესების და ზნე-ჩვეულებების გაცოცხლებას. გადაცემა ეთნოგრაფის დღეული, რომელსაც ჯიჯი ტივის მაყურებელი უახლოების ხანებში იხილავს, მიზნად იცახავს ქართული ძირძველი ტრადიციების, ადათ-წესების, ჩვეულებების, შეგროვებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. თემატურად გადაცემა მრავალფეროვანია, შესაბამისად შინაარსობრივად უხვი და რა თქმა უნდა საინტერესო. თვეში ერთხელ ყოველ შაბათს ზუსტად 20 საათზე მოკალად დიდ ეკრანებთან ეთნოგრაფის დღიური იწყება. ჯიჯის ჯარგულში მუდმივად სახალისო და საინტერესო აქტივობები ხორციელდება. ამჯერად კოლხური ტრადიციების შემსწავლელმა ცენტრმა პროექტს მასწავლებლის საათი უმასპინძლა. ეს არის ძველებური უთო, რადგან ადრე არ იყო შუქი, ამიტომ იყენებდნენ ტუტორის საათზე მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი პირველკლასელებისთვის უჩვეულო და განსხვავებული გაკვეთილი ჩაეტარებინათ. უფროსკლასელებმა პატარები კოლხური ტრადიციების ცენტრში მიიწვიეს. ძველი ქართული საყოფაცხოვრებო ნივთები გააცნეს და მათ დანიშნულებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით მე-9 კლასელებმა პირველკლასელებს ჯიჯის ბუხართან ქართული ზღაპარი კოკროჭინა წაუკითხეს და აქტივობა შეაჯამეს. პირველი კლასის მოსწავლეებმა რეფლექსიის დროს განმარტეს, რომ გაკვეთილმა საინტერესო და სახალისო ჩაიარა. ანსამბლი ჯიჯიელები გრანდიოზული შოუსთვის ემზადება. 24 დეკემბერს მაყურებელი განახლებულ პროგრამას იხილავს. ნახოთ სიუჟეტი და გავიგოთ რა ხდება ჯიჯის ივენთოლში. ამ სახის რეპეტიციებს ანსამბლის წევრები თითქმის ყოველ დღე გადიან. 4 თვიანმა შრომამ შედეგი არა მხოლოდ ანსამბლის ხელმძღვანელებს, არამედ მის გულშემატკივარსაც აჩვენა. გუნდი, რომელიც შრომის მოყვარე კოლექტივით დაკომპლექტდა, საზოგადოებამ გულში ჩაიხუტა და სიყვარულით შეაფასა. ანსამბლ ჯიჯიელების პრემიერა, რომელიც 5, 6 და 7 ოქტომბერს ჯიჯის ივენთოლში შედგა, ხუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა. მას მერე ჯიჯიელები არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალზე მიიწვიეს, საიდანაც პირველი ადგილებითა და გრან-პრით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. და ამ წარმატებების ექომ იმდენად შორს გააღწია, რომ საზოგადოება ითხოვდა ანსამბლ ჯიჯიელებს კიდევ ერთხელ ჩაეტარებინა კონცერტი. ჯიჯიელებმა პუბლიკის სიყვარულს სიყვარულით ვეუპასუხეს.
და განახლებული რეპერტუარით კიდევ ერთი შოუსთვის მზადება დაიწყეს. მას პინძლობთ განახლებული რეპერტუარით. არ გამოდავთ ჯიჯიელების შოუ! და როდის იხილავთ? 24 დეკემბერს, ზუსტად 18 საათზე. საათ, რა თქმა უნდა, ჯიჯის ივენთოლში. სულ რაღაც 4 თვე არა ჩამოყალიბდა ანსამბლი ჯიჯიელები, თუმცა მიუხედავად დროისა მცირე მონაკვეთისა, ანსამბლმა მოახერხა დაემსახურებინა მაყურებლის დიდი ინტერესი და სიმპათია. მოხსენებად 5-6 ოქტომბერს გაიმართა ანსამბლის გრანდიოზული პრემიერა და ისევ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთი კონცერტი დავგეგმეთ საახალწლოდ. ანსამბლის მაღალ რეიტინგზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ამ დროისთვის თითქმის 1 თვით ადრე საახალწლო კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ჩვენ გავდივართ ამ დროისთვის ძალიან აქტიურად რეპეტიციებს და ვემზადებით თქვენთან შესახვედრად. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ კონცერტზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოფელ შამგონაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობას. ჩვენ ჯიჯიელები ყოველდღიურ მასტერკლასებს გავდივართ. გელოდებით 24 დეკემბერს. აბარებს ქვეყნის მოყვარეს აბარებს ქვეყნის მოყვარეს მოკლედ, არ გამოგრჩეთ. ერთად ვიზეიმოთ ქართული სულის დღესასწაული. შენთვის მოვკვდები შენზე დვე ამჯერად გადავხედოთ ჯიჯის არქივს და გავიგოთ რას ისახავს მიზნად ყმაწვილთა კვლევითი ინსტიტუტი და რა აქტივობები განხორციელდა დღემდე ამ მიმართულებით. როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეების საგანმანათლებლო მასალებით, როგორ დავეხმაროთ მათ საჭირო უნარჩვევების გამომუშავებაში, რა უნდა შესთავაზოთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან კარგად ინტეგრირებულ თაობას, ისეთი რომ საინტერესო და გასაგებად მოეჩვენოს. ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს ალექსანდრა ღურცკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია ჯიჯი სწავლების ინოვაციური მეთოდების თამამი დანერგვით პასუხობს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ ჯიჯი გიმნაზიის ინოვაციურ განვითარებაზე ზრუნვა ზოგად უნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა სრულმა პროფესორმა დავით სონღულაშვილმა დაიწყო. მისი კონცეფციის თანახმად საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამები, დიდაქტიკური თამაშები და სენსორული დაფები მოსწავლეთა დაინტერესებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. დაწყებით კლასებში მიღებული გამოცდილება მოსწავლეს გზას სწავლების ახალი ეტაპის ვირტუალური ლაბორატორიებისაკენ უხსნის. ჯიჯის მოსწავლეებსა და სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ პირადად შეხვდნენ პროფესორს. დაესწრონ დავით სონღულაშვილის ლექციებსა და თავადვე ჩაერთონ პრაქტიკულ მეცადინეობებში. პროფესორ დავით სონღულაშვილის ლექციებსა და აქტივობებს ჯიჯიში საპატრიარქოს ტელევიზია აშუქებს. ტელევიზიის წარმომადგენლები გიმნაზიას ესტუმრნენ და სასწავლებელში დანერგილ სიახლეებსა და განხორციელებულ პროექტებს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს. დღეს ჩვენ ამ ინფორმაციებით გამშვიდობებით. ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით.